თავი მესამე. ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთისშვილნი. წუთი სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ რომ არ შეიცნო იგი. საყვარელნო ამიერიდან ღვთისშვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა რანი ვიქნებით. ვიცით რომ როცა გამომჟღავნდება მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას როგორიც არის. ყოველმა ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმითოს თავი როგორც ისაა წმიდა. ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც ჩადის და ცოდვა ურჯულოებაა. თქვენ იცით რომ იგი გამოჩნდა რათა იტვირთოს ჩვენი ცოდვები და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი ვინც რჩება მასში არ ცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შვილებო, ნუ რა ვინ გაცდუნებთ, სიმართლის მოქმედი მართალია ისევე როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესწოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. ყოველი ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ ჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი. ამით შეიცნობიან ღვთისშვილნი და ეშმაკის შვილნი. ყოველი ვინც კი არ იქნს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერე და რისთვის მოკლა? იმისათვის რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა მართალი. ნუ გაგიკვირდება ძმანო თუ სძულხართ წუთი სოფელს. ჩვენ ვიცით რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. ყოველი ვისაც ძულს თავისი ძმა, კაცის მკვლელია. ხოლო თქვენ იცით რომ არც ერთ კაცის მკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია. ამით შევიცანით სიყვარული, რომ მას საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის. ვისაც ამ ქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს. როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული? შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყმარებთ გულს. ვინაიდან თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, კადნიერება გვაქვს უფლის მიმართ. რასაც კი ვთხოვთ მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქვთ მის წინაშე მოსაწონს. ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი როგორც გვამცნო. მისი მცნებების დამარხველი რჩება მასში, ის კი მასში. ის რომ ჩვენში რჩება, გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგცა.